Ну, принципе, раმინდა მკითხა ჯიწელნიკებო, კი რასაკვირველია სიტუაცია ძალიან ცუდი გამოვიდა. Ну, принципе, მე იქ ბლოკები კიდე მაქვს იქ ხის მიწის და ასე შემდეგ და შემიძლია პრინციპში ეს სახლი გაგისწოროთ ახლიდან ასე ვთქვათ ავაშენო. მე საერთოდ ვარ საბა შოქში. მე საერთოდ გონია ვიღაცამ სპეციალურად დაგვიგრია ეს სახლი. ვიღაცას უბრალოდ უდოდა რომ გაეხურა და საერთოდ არც კი იციან როგორ უნდა გაეხურონ. Ну, принципе, შეძენგება ის არა უშავს, ახლავე ყველაფერს ასე ვთქვათ თავიდან აგიშენებთ. ომეგრო მოგესალმებით თქვენ ემარსაბა და არ გაბეშროსამი და დღეს მოკეთ ჩვენს სოფელში მოხდა ასეთი ძალიან ცუდი ინციდენტი. გონი ვიღაც დებილმა ადამიანმა ჩვენი სოფლიდან ან შეიძლება ვიღაცა მოთამაშემ სხვა სოფლებიდან მოვიდა და ასე ვთქვათ განადგურა, ну როგორ განადგურა, უბრალოდ იქ მგონი დინამიტი აფეთქა იმ ერთსალ ტყუპს ახდა. Ну, პრინციპში მეგობრებო, კი რასაკვირველი ინციდენტი ძალიან ცუდი გამოვიდა, მაგრამ პრინციპში შეხედეთ მეგობრებო, რამდენი მიწა და რამდენი ხე მაქვს. იმიტომ მეგობრებო, მე ვიყავი იქ წაღესული ტყეში, იქ რამოდენიმე ხე ასე ვთქვათ ავიღე, ასე ვთქვათ იმასკენი და მოით მეგობრებო, ახლა დავკრავდოთ ეს ხე. პრინციპში მეგობრებო, ამდენი უკვე ეყოფა. და შუშას რაც შეეხება, პრინციპში მე უკვე ჟიწელნიკები შუშაზე უკვე თვითონ მოაგვარებენ. Так, ჟიწელნიკებო, მოკლედ მე უკვე მოვედი. ახლავე დაგეხმარებით. აი, პრინციპში მეგობრებო, შეხედეთ აქ არც არაფერი არ იქნება რაღაც სიზნელი ან რაღაც ასეთი. პრინციპში მეგობრებო, ესე ოპ. Так, მოით მეგობრებო, მე შეხედეთ ეს მიწა, ამ მიწას საერთოდ შემოერთდება და უკვე ჯანდაო მეგობრებო, ერთი მიწა არ მიყო, ну, პრინციპში არა უშავს. Так, საკმოეთ მეგობრებო, ახლა რაც თავარია. ეს სახლი მე ვიცი კარგად როგორ გამოიყურებოდა, ასე და ასე. Так, და მე ბოლოს უკვე ჩემი ფერმაც. Ну, всё, პრინციპში შეძენგება უკვე ყველაფერი მოგვარებულია და თქვენ კიდე აქ რაღაცებს იგონებდით, ასე ვთქვათ. საბა შევთო გითხრა ეს ყველაფერი რაღაც საოცარია. რაც კი დაგიძახეთ, შენეკრები დაგთახდი. რა არის საოცარი ამაში? უბრალოდ თქვენ დამიძახეთ და რაც მინდა გითხრათ შეძენგება, თქვენ დამიძახეთ დილა უთენია. და მე უბრალოდ დაგეხმარეთ რა, რაღაც არ მოგწონთ? და არაფერი საბა, არაფერი, უბრალოდ რაღაც ეჭვი გამომიჩნდა. რა ეჭვი შეძენგება, თქვენ რაღაც მართლა საოცრები ხართ. გამოის თუ არ გეხმარებით ცუდია, თუ გეხმარებით ცუდია, რაღა გინდათ თქვენ. Ну, მოგეთ მე დაგეხმარეთ დარჩენი რაც გინდათ, ისაკეთეთ. მეგობრებო, მე შოქში ვარ. წარმოიდგინეთ, მე გავუკეთე, დავხარჯე მეგობრებო, ჩემი რესურსები, რომლებიც მე 1 საათი ვიყავი ტყეში ამ რესურსებისთვის და აჰა, მეგობრებო, მადლობის მაგივრად მივიღე ესა რაღაც ეჭვები, რაღაცეები, აჰა. ოხ, მეგობრებო, ხმარითო შემაიბერეთ, კი წარმოიდგინეთ მეგობრებო, ჩემს სოფელში როგორი უმატური სიმართლე გითხრათ დიდ ბოჯის ვიხდი, ასეკველი ასეთი ლექსი კონისთვის, მაგრამ მართლა უმატური ჟიწელნიკები, მართლა აი ეხმარები, ცუდია, არ ეხმარები, ცუდია, რაღაცას არასწორად გააკეთებ, всё, ისა, ცუდია. ოხ, ხმარითო შემა, ну, აქეთ მეგობრებო, ახლა მოით წავიდეთ. ჩვენს ფერმების სამუშაოზე იქ პრინციპში მაქვს გასაკეთებელი ის დიდი ფერმა, მაგრამ საერთოდ გითხრათ საერთოდ არ მინდა იქ წასვლა იმ ჟიწელნიკებთან, იმიტომ რომ მაგარი რაღაც ეჭვიანები, მაგათ მოით მეგობრებო, ახლა გავაკეთეთ ჩვენი ფერმა, მერე უკვე შემიძლია და ვისვენო, так. წარმოიდგინეთ მეგობრებო, მე ამ ჟიწელნიკებისთვის ავდექი დილის 6-ა, ну, პრინციპში ხო მეგობრებო, ჯერ ხო ტყეში ვიყავი, არ მეძინა მეგობრებო, მთელი ღამე წარმოიდგინეთ. დილის 6-ზე ვბრუნდები სახლში და 5 წუთიც არ გასულა მინდოდა დაძინება და ოპა ჟიწელნიკები, აი ეს უბრალოდ გახსნეს კარები და მითხრეს, საბაო დროზე მოდიო დაგვეხმარეო. მე რასაკვირველია წავედი, ვნახე, ყველაფერი შევაფასე ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ და დავეხმარეთ ესენი. არაფერი, საბა, რაღაც ეჭვი გაგვიშთა. ოხ, მეგობრებო, ну, პრინციპში ხო ეს ჟიწელნიკები თქვენ თვითონაც იცით, ზოგჯერ რაღაცეები ტვინში ისეთი მოეგონებათ, რომ მე მთელი სოფელი იზიანდება, ასე ვთქვათ, ამის გამო, ну, პრინციპში არ აუშავს. Так, მეგობრებო, სანამ მე თქვენ გელაპარაკებოდით, მე თითქოს 10 წამში გავაკეთე უკვე ჩემი სამუშაო და პრინციპში ეს ძალიან კარგია. იმიტომ მეტი აღარ მაქვს, იმიტომ ჩემი ფერმა მე კიდე გუშინ გავაკეთე და წავიდეთ მეგობრებო, ძლივობი დავისვენოთ. ახლა მეგობრებო, პრინციპში მე ცოტა ხანი კომპიუტერში ვიქნები
და მე უკვე მეგობრებო დავწვევი, დავიზიებ და კამერას ჩავარდა ხოლოდ უკვე შემდეგი დილით. 100%-იანი ეს საბა სპეციალურად გააფუჭა ჩვენი სახლი და მე სპეციალურად მოვიდა დავხვარის სახით. თითქოს რომ არავის არ ეგონოს რომ ეს მან გააფუჭა. მეც რაღაც მასე მგონია. დაქს თქვათ ერთ წუთს აბანახე, ძინავს თუ არა. დაქს კი ძინავს. დაქს კარგია ხო თავარია ჩუბოთი არე რომ არ გაიღვიძოს. დაქს შენ იქიდან მე აქედან. დაქს ოპა კარგია. რა ხდება? რატო ცივა ასე? რა სტოპე? სტოპ, რაღაც ვერ გავიგე. სტოპ, ჟიცელნიკო? და რა ხდება აქა? სტოპ, ჟიცელნიკო? სად ვარ? ეს სტოპ, შენ მომიყვანე აქა. რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე, იომოიო. რომელი საათი ასეთ რა შვები აქა? საბა ჩვენ რაღაც ბევრმა უკვე შეძელიკვა იფიქრა შენზე რომ ის ზუსტად შენ გააფუჭე ეგ სახლი. ჩვენ საბა შეძელიკვა ვიფიქრეთ, ბევრი ვიფიქრეთ და ეგრევე გადავწყვიტეთ რომ გაგოშენებინა ასეთი პატარა სარდაფი და სანამ შენ თვითონ არ იტყვი რომ შენ გააფუჭე ეგ სახლი მანამდე იქნები აქ. დიდ მოდეშს გიხდის საბა, მაგრამ მე რაღაც შენი საერთოდ არ ვჯერა. ჟიცელნიკო, აი ასეც ვიცოდი რომ არ უნდა დამეხმარებოდა. ჯერ ეს და მეორეც ერთი. აი საიდან აიღე რომ ეს მე მერტო შემომეგობრება, აი მართლა, აი ადრე თუ გვიან გამაგიჟებენ ეს ჟიცელნიკები, ეს დებილები მართლა, აი ერთი კითხვა მაქვს შენ და ჟიცელნიკო. საიდან გადაწყვიტე რომ ზუსტად მე ეგ სახლი გავფუჭე, საიდან მე ავიღე ჩემი რესურსები, ჩემი მატერიალები, დილის 6 საათამდე. დილის 6 საათზე თქვენ ჩემ სახლში შემოიჭერით, ეგრევე მითხარით რომ საბა მოდიო დაგვეხმარებო და თქვენ კიდე მე აქ ვსვავთ ასეთ ციხეში მართლა? აი ასე უნდა დაგეხმაროთ ხო? არა უშოს, მე კიდე აი ამას კიდე დავიმახსოვრებ თუ რამეა ჟიცელნიკო. თუ პრინციპში საბა ეს უკვე აღარ არის თავარი. შენ პრინციპში მე უკვე წავედი და შენ იქნები აქ მანამ სანამ შენ თვითონ არ იტყვი რომ შენ გააფუჭე ეგ სახლი და 1-3 დაკისრული ჩვენ გვიყოფა. კარგად. ჟანდაბა მეგობრებო, აი უბრალოდ აი ასეც ვიცოდი რა. თქვენ თვითონ კარგად იცით ჟიცელნიკები რა. აი ზოგჯერ აი ისე დებილობას გამოსცემენ რომ შოქში ჩავარდება ადამიანი, აი მართლა გეუბნებით. პრინციპში რა უნდა გითხრათ, კაცო, თქვენ კარგად იცით ჩემი ჟიცელნიკები, ანუ ზოგიერთი, მე ასე ქვია მთელ სოფელზე არ ვამბობ, საერთოდ იქ 12 ჟიცელნიკიდან 1-2-3 მაინც არის ასეთი დებილი, რომელიც ერთი რაღაც ეჭვის გამო შეიძლება ჩაგვსონ ციხეში, მოგკლან, ან კიდე რაღაცა გაუკეთონ. მეგობრებო, აი არც კი ვიცი. სტოპ, მეგობრებო, ჟანდაბა მეგობრებო, მე ტელეფონი არ წავიღე. ხო, პრინციპში მე ყუთში მაგ ეგ ტელეფონი. აი აბსოლუტურად მეგობრებო, სულ მაგ ტელეფონი და ახლა არ წამოვიღე. რა მაგარი ვარ. მეგობრებო, რა ვქნა, აი პრინციპში შემიძლია გავტეხო ეს მიწა, მაგრამ ჟანდაბა მე კიდე იცით რა მეგობრებო, მე კიდე მაინტერესებს ნეტავი რომელ სახლში ვარ. საერთოდ მეგობრებო, სოფელში ვარ, სად ვარ, რომელი სახლის ქვეშ ვარ და საერთოდ სახლის ქვეშ ვარ თუ არა, რომელიღაც ბუნკერში, რომელიღაც ნამდვილ ციხეში, არა, პრინციპში ნამდვილ ციხეს არ გავს, იმიტომ აქ მიწა, აქ კიდე თითქოს მეგობრებო ყველაფერი სპეციალურად დადგეს. მაგრამ მეგობრებო, შეხედეთ, აქ ვერ გავთხრი, იმიტომ აქ არის სპეციალურად ესეთი ქვის აგურები, ასე ვთქვათ. იატაკის ქვეშაც ვერა. იქაც ჭერამდეც ვერა, იმიტომ რომ იქ ბლოკები არ მყოფნის თეორიულად. გამოდის მეგობრებო ერთ-ერთი ადგილი, სადაც მე შემიძლია ერთხელ გავთხარო, ეს არის კარი. ისე მეგობრებო მართლა, კარის ქვეშ ახლა თუ ეს გავტეხე ეს ქვის აგური, კი რასაკვირველია 30-40 წამი დასჭირდება, მაგრამ თან მეგობრებო კიბებს ხედავ იეს. так, стоп. თავარია მეგობრებო, კიდე აქ კამერები მე მგონი მეგობრებო, ეცოც так, მეგობრებო, კამერები მგონი არასად არ არის. так, მოიცა მეგობრებო, ახლა გავთხოვოთ. მიდი მეგობრებო, ცოტა ძნელია კი, მაგრამ ჭირდება, უნდა გავაკეთო ესა რომ განთავისუფლო და yes! Stop! მეგობრებო, yes, კარგია. так, მეგობრებო, ეს კარისთან წავიღოთ.
Так, ახლა მეგობრებო, რაც თავარია, უნდა მივხვდე რომელ სახლში ვარ. და ვთხევთ და так, стоп, მეგობრებო, შეცენკები არ არიან, так, მეგობრებო, როგორ ამოვიდე აქედან. ოპა, მეგობრებო, ამოვედით такს და მეგობრებო, სერიოზულად? ტყუპის ძალის სახლი სერიოზულად, так, стоп. მეგობრებო, ეს მართლა ტყუპის ძალის სახლია და მგონი შუათანა. так, მეგობრებო, стоп. თავარია მეგობრებო, ახლა გავიგო თუ ვინმე არის. так, მეგობრებო, ეგ არიან ეს არანორმალები, всё, მეგობრებო, თქვათ так, მეგობრებო, ახლა მე იცით რას გავაკეთებ, ახლა მოუვლი მთელ სოფელს ასე. так, მოუვარეთ ასე ფერმები, ცხოველების ფერმაზე ავიდე და ახლა მეგობრებო, მივდივარ ჩემს სახლში, так, ჯანდაბა აქედაც შეიძლება და მე ხო შეგეთ მეგობრებო, მთელ სოფელს წრე მოურტყა და შევიდეთ ახლა მეგობრებო, დროზე ჩემს სახლში შევალ. იქედან ავიღებ ტელეფონს, ტელეფონისგან გამოვიძახებ პოლიციას და ასევე მეგობრებო, მერთან წავალ. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრებთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი ნახვამდის.